ვიყავი კლაიპედაში, ლიეტუვაში გათვლითი პროგრამით. პირველ რიგში უნდა აღნიშნო მთლიანი უოსტო პოლიკლინიკის ერთიანი ოჯახი, ესე რომ ვთქვათ, მთელი გუნდი, რომელმაც პირველივე დღიდანვე მიგვიღეს. ყველანაირად გვეხმარებოდნენ, რომ ჩართულიყავით მათ ყოველდღიურ საქმიანობაში. ყველა მათგანი კეთილგანწყობილი იყო ჩვენს მიმართ. ყველანაირად ცდილობდნენ ენების ბარიერის ან კულტურული განსხვავებების მიუხედავად, რომ დამოუკიდებლად მიგვეღო პაციენტები. რეაბილიტაცია არ მარტო თეორიულ ცოდნას მოიცავს, ასევე პაციენტებთან ურთიერთობას. აუცილებელია, რომ პაციენტი ენდობოდეს ფიზიოთერაპევტს. და სწორედ ეს დამოკიდებულება ურთიერთობა პაციენტებთან იყო ჩვენი მთავარი მიზანი და შესაძლებლობა, რაც კლაიპედაში მივიღეთ. არა მარტო ქართულთან უფრო მარტივია პაციენტებთან ურთიერთობა და როცა გიწევს ინგლისურ და სხვა ცხოველ ენებზე, კიდევ სხვა გამოწვევებია და ვფიქრობ, რომ ეს კარგად გადავლახეთ. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მივიღოთ ინფორმაცია, როგორი რეაბილიტაციის რა გამოწვევებია სხვა ქვეყნებში და მქონდა იქ შესაძლებლობა, რომ შემედარებინა ბულგარეთის, ლიეტუვის და საქართველოს შესაძლებლობები. ის გამოცდილება, რაც მე გათვლითი პროგრამით მივიღე ლიეტუვაში, მადლევს მეტ თავდაჯერებას, დამოუკიდებლობას და გამოცდილებას ჩემს როგორც პროფესიონალურ, ასევე პერსონალურ ზრდაში, იმიტომ რომ რაც არ უნდა მოკლე დროით მიდიოდე უცხო ქვეყანაში, ეს არის კომფორტის ზონიდან გასვლა, რასაც აუცილებლად პერსონალურ განვითარებამდე მივყავართ.